მაშინ მანქანით გამოსვლა ძალიან ხო, ბერმა დამალა დააყენა და მამაჩემი დადიოდა მანქანით და ერთხელ მანქანას არ არჩევდნენ, მაგრამ რაღაც უცნაურ ინციდენტში კი მოხდა. Ხედრიონელებმა ორი კაცი ჩაუსვეს მანქანაში და საავტობუსში წაიყვანეო რომ დაავალეს ნომერი ვიცითო მანქანის მიიყვანეო და ეს ორი ტიპი როგორც კი წავიდა რომ ამბობდნენ რომ რა საავტობუსში სადაც წავიყვანე იარაღები ავიღოთ მოვიდეთ დედა უტიროთ ამათო და ამაჩემ მოიცა ბიჭები ჯერ საავტობუსში მივიდეთ ნაცემები ხართ რომ ჩამოსვა საავტობუსში და დაკოკა და წამოვიდა იმ ტიპებს ეება ეგონათ დაგველოდება ხა წაგვიღოს მე იარაღებს აგვაღებინებს ხო და ეგეთ პერიოდში მანქანა არ გაუჩერებია მაგალითად და სკოლაში მატარებდა და სკოლასთან ძალიან ხშირად ისინი გვიპოვია ტყუიები და სკოლაშიც მიქონდა ჩემმა ერთმა მაგაცმა კლასელმა ძველ სკოლაში ანუ მე კლასელები ვიყავით ახალ სკოლაში სოლოლაკში და ეს 55-ში სწავლობდა ჩემ სხვა ძმაკაცთან ერთად გადმოვიდნენ მე აქეთ და ერთხელ მოვიდაო სავსე პარკითო და ტყუიები იყო სულ ზოგი ტყუია ისეთი იყო გაუსროლელი ანუ ის იყო რა გამოუყენებელი იყო ხრელი არ ქონდა უკანი და მასწავლებელმა მოგითხრა რა არის ეს რა დგინდაო და ცეცხლი უნდა დავანთო და ჩავაგდო შიგნით ჩვენ ჩაგვიყრია ცეცხლში რას უკნია ჩვენთანაც უკეთებიათ ეგაო ზირთად ისინი იყო უკვე გასროლილი კი ისე კაფსულების ყდებოდა და კაფსულის მაგრამ მე მახსოვს ვიცი შემთხვევები რომ ჩაუგდიათ ჩვეულებრივი ტყუიები და გავარდნილა მე ეს ტყუიები ბუნებრივია ცეცხლში და სხვა გასართობი მაშინ პერიოდში ალბათ არ ვიცი სამ ბიჭები რო ვიყავით ჩვენ ამპულებს ყვედით ხოლმე ანუ ჩვეულებრივი ნების ამპულა ნებისმიერ წამლის გამხსნელი იმიტომ რომ რო სკდებოდა ხმა ქონდა